მრავალპროფილური კლინიკა JRC საქმიანობას 2019 წლის მარტიდან ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში კლინიკამ ჩამოაყალიბა პროფესიონალებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი, სადაც დღეს 600-მდე თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარე წელს კლინიკას დაემატა თირკმლის ტრანსპლანტაციის, ბარიატრიისა და მეტაბოლური ქირურგიის მიმართულებებიც. JRC გეგმავს სერვისების გაფართოებას და მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მხარდამჭერი სერვისების განვითარებას. ჩვენი სტუმრები არიან კლინიკა JRC-ის გენერალური დირექტორი ირმა მჟავანაძე, სამედიცინო დირექტორი ირაკლი ღვონტი და გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან გვარამაძე. მოგესალმებით შუადღემშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ალბათ საუბარი უნდა დავიწყოთ კლინიკის ისტორიაზე. რამდენი ხანია რაც თქვენი კლინიკა ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და რას თავაზობს ის პაციენტებს? ქალბატონო ირმა, თქვენგან დავიწყებ. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა მასპინძლობისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს და ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო წინსრებით, თორნიკე ჩვენს კოლეგასთან დაკავშირებით, ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც ჩვენი კოლეგები ასეთ საინტერესო ოპერაციებს ქმნიან და ნამდვილად დიდ ისტორიას. რაც შეეხება კლინიკა JRC ოპერირებს 2019 წლიდან. ეს არც თუ ისე დიდი დროა, შეიძლება 6 წელი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ღირებულებების ჩამოყალიბების, როდესაც თვითონ კლინიკამ შექმნა დაფუძნებიდან, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო, სწორი მიმართულებებით განვითარება და უკვე მოსახლეობას ვთავაზობთ ჩვენ, გარდა იმისა, რომ სერვისებს ვაფართოვებთ, ისეთ მომსახურებას, რომელიც მათთვის არის, ასე ვთქვათ, საჭიროებებზე და მათ მოლოდინებზე მორგებული. რაც თავარია, კლინიკაში არის როგორც სტაცი უფრო მარტივი აღსაქმელი რო იყოს, ხო, მოსახლეობისთვის ეს არის ამბულატორიული, სტაციონარული მომსახურება, როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური და არის ძალიან მაღალტექნოლოგიური სერვისები დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. აი მაგალითად, როგორც გვაქვს ხო, პირობითად ნეიროქირურგია, რომელიცაც ჩვენ ვთავაზობთ როგორც ღია, ასევე დახურული წესით ენდოვასკულური, ის მხარდაჭერილია ესეთი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებით, რომელიც უკვე წარმატების საშუალებას იძლევა. და ეს მიმართულებები, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ფართოვდება და თანთანობით უფრო ვითარდება. კიდევ უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ იმ მიმართულებებზე, რომელზეც თქვენი საუბრობთ, ქალბატონო ირმა, რას თავაზობს კლინიკა? ის ახალი სერვისები არის, რაც დაემატა ბატონო ირაკლი თქვენგან მოვისმენთ პასუხს. მოგესალმებით, მადლობას იხდით მოწვევისთვის. მეც როგორც ქალბატონო ირმამ აუცილებლად მინდა დავუშვათ ოლმიკის წარმატება და ბევრი წინსვლა უსურვო მას, ჩვენ მასთან ბევრი წლების ურთიერთობა მოკავშირებს და ძალიან სასიხარულოა ეს ქართველი ექიმების წარმატება. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, დაარსების დღიდან კლინიკა JRC წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ბევრი სასარგებლო ცვლილებები მოვახდინეთ, როგორც საკადრო თვალსაზრისით, ასევე ახალი სერვისების და არსებული სერვისების გადახალისებით და გაფართოებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენთან მაისის თვიდან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დაგვემატა ორი სერვისი, ეს არის მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის მიმართულება და ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვარ დღეს არსებული ოპერაციების რაოდენობით და შედეგებით, ესეთი კარგი გამოსავლის შედეგებით, ესე ვთქვათ. ასევე ჩვენს კლინიკაში ხორციელდება თირკმლის ტრანსპლანტაცია. დღეს მოდივარ ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, მოლოდინური ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან და ასევე როგორც გითხარით, არსებული მიმართულებების გადახალისება და სიახლეების შემოტანა მოსახლეობისთვის, რაც გინეკოლოგიურ მიმართულებას შეეხება. დღეს ბატონ ლევანი გვეტყვის ამ მიმართულებაზე რა სიახლეები გვაქვს და მოდივართ, ესე ვთქვათ, განახლების რეჟიმში ვართ მიმართულებების და სიახლეების დამატებას. კი ბატონო, მაშინ ვისაუბროთ გინეკოლოგიურ მიმართულებაზე. რა სიახლეებია ამ მიმართულებით კლინიკა JRC-ში? მოგესალმებით, მეც მივესალმებით ტელემაყურებელს და მოგახსენებთ JRC-ში არსებულ გინეკოლოგიურ დეპარტამენტზე, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ სერვისებს ამ მიმართულებით და ჩვენი განყოფილება, ასე ვთქვათ, გამოირჩევა როგორც ამბულატორიაში, ასევე დიაგნოსტიკაში, ისე როგორც არის CT, MRT, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ასევე ჩვენ გვაქვს კლინიკაში დანერგილი მცირე ინვაზიური გინეკოლოგიური ქირურგია და რა თქმა უნდა მასშტაბური ლაპარასკოპიული და ღია წესით ქირურგიული მიმართულება. ონკოგინეკოლოგია, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ და ამასთან ერთად ვინარჩუნებთ ქალთა სქესობრივ ფუნქციას ისე რომ პაციენტი არ ზარალდება. ეს ყველაფერი JRC-ის ბაზაზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს წარმატებით და ეს არ გვაძლევს ჩვენ გაჩერების საფუძველს, გვინდა კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს, მოსახლეობას და ზუსტად დღევანდელი ჩვენი ეთერიც გვინდა გამოვიყენოთ ამისთვის, რომ მოსახლეობას მოვახსენოთ თუ რა სიახლეს ვთავაზობთ და რით ვართ გამორჩეულები
თუნდაც საქართველოში. ეს სიახლე მდგომარეობს, შემდეგში ჩვენ ვქმნით ქალთა ჯანმრთელობის ცენტრს, რომელსაც განვავითარებთ ორი მიმართულებით. ეს არის მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილის მართვა და მენოპაუზალური ასაკის მართვა, ისე რომ პაციენტებმა ამის შესახებ რაც შეიძლება ნაკლები სტრესი მიიღონ და პირიქით მენოპაუზალური ასაკი არ იყოს ქალისთვის დისკომფორტის შემქმნელი და არ იყოს ის რამე ტკივილთან ან სამედიცინო სიმპტომატიკასთან ასოცირებული. კი ბატონო, თანაც მოვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აი სამედიცინო სერვისების მიღება, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აქვე ჩვენს ქვეყანაში შეგვიძლია თანაც ძალიან მაღალ პროფესიონალურად. ასევე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ჯერ არც მას საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა და რას ნიშნავს ეს და რა ვალდებულებები გაგიჩინათ ამ ყველაფერმა, ქალბატონები. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ძალიან ბევრი ვალდებულება გაგვიჩინა, იმიტომ რომ აკრედიტაციამ თავისი ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა. იმიტომ რომ შემოდის სტანდარტები, რომელიც უწყვეტი განვითარების, უწყვეტი კადრის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველთვის მოქონდეს, ანუ ასე ვთქვათ, საჭიროებებზე მორგებული სერვისი და ჩვენ გარდა იმისა, რომ ვთქვათ, განვითარების მიმართულება არის ძალიან აქტიური საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიური ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ ადრეს ბევრჯერ გვისაუბრია, აკრედიტაციამ უფრო გაამძაფრა ეს მიმართულება და უფრო მეტი ჩართულობის საჭიროება გააჩინა. აი მაგალითად ჩვენ დღეისათვის უკვე შევქმნით რამდენიმე ცენტრი, ეს არის ჯერარსის საგანმანათლებლო ცენტრი, ასევე შევქმნით ჯერარსის, რომელიც ახლა რეგიონში ზუსტად იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საინფორმაციო იყოს, ეს არის ჩვენი პარტნიორი ზესტაფონის ბაზარი, სადაც გვექნება ზესტაფონის სამედიცინო ჯერარსის ცენტრი. და ანუ თანდათანობით უფრო მეტად აი ხა ბატონმა ლევანმა ისაუბრა ქალთა ჯანმრთელობის ცენტრზე, ჯერარსი ქმნის თავის მიმართულებით, რომ მოსახლეობისთვის უფრო ახლოს დადგეს ის საჭიროებები, ის სერვისები, რომელიც უფრო სირთულეში კი არ გადაიყვანს, გაუმარტივებს, ასე ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ შიში ეს ბუნებრივი მოვლენაა, ხო და როდესაც არის ინფორმაცია, როცა არის დროულად მიწოდებული ინფორმაცია და დაწყებულია პროცესები, რა თქმა უნდა, გამოსავალი ბევრად უფრო კეთილი ესეთია, მარტივი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო დადებითი გამოსავალი დგება. ამიტომ ჩვენ ზოგადად ეხა წლის ბოლოა, შეიძლება ჩვენ წინა სახალხო პერიოდში ვერ შევხვდეთ, მაგრამ აი ყოველს უსურვებდი მით უმეტეს ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველაზე დიდი დრო, როდესაც გეგმებს დავსახავთ, ხო, დავუთმოთ იმას, რომ საკუთარ ჯანმრთელობას დავუთმოთ უფრო მეტი დრო. იმიტომ რომ ჩვენზე მეტი პარტნიორი ამ შემთხვევაში არავინ არ არის და მე უკვე ის კლინიკები, რომლებიც ჩვენ საჭიროებებზე მორგებული იქნებიან და დაგვეყვალიანებენ, რა დროს უნდა მივიღოთ დიაგნოსტიკური სერვისი, რა უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში ჯერარსის სახით გვინდა რომ წარმოვადგინოთ, ეს იქნება რა თქმა უნდა ჩვენი გზამკვლევი. ასეა ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ხშირად არის ხოლმე ზუსტად შიშის ფაქტორი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რის გამოც ვაჭიანურებთ ხოლმე რატომღაც ექიმთან ვიზის, თუმცა თუ ეს ფაქტორი ჩახსნილია, მაშინ აუცილებლად უფრო მარტივად მოვდივართ ხოლმე თუ დამჭირდება, მე აუცილებლად ვიქნები თქვენი სტუმარი პაციენტი, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.